ერთხელ მამა და ოლი მიდიოდნენ ტყეში და დაინახეს დიდი ხე მამა რომელზეც ძალიან ბევრი ყურძენი ესხა მამა აი სულ დახუნწული იყო შავი ყურძენით და ოლი მკითხა მამას მამა ეს რა არისო მამამ უთხრა ეს ყურძენიაო ო ატაო კითხა და მამამ უთხრა არის ყურძენიო მამა ხო და ოლი მუთხრა მინდაო მოდი შევჭამოთო და ცოტა დედასაც წაუღოთო ოლი თხოვა მამას და მამამ აწია ოლი ხელში და ესე მიწუნდნენ მამა და დაკრიფეს რა ბევრი ხო მამა გაიწელა და ბევრი ყურძენი დაკრიფეს მამა ჩაალაგეს პარკში და წაუღეს დედას ხო ცოტა შეჭამა და გადაცდა კინაღამავლის ხო და რომ მივიდნენ მამას სახლში დედას ძალიან გაუხარდა ეს ყურძენი ხო და დედამ ზოგი შეჭამა ზოგი კატებს აჭამა ზოგი დაწურა და მერე ფელამოში გააკეთა ხო და მერე ოლი მუთხრა მამას წამო კიდე მოვკრიფოთო მამო კიდეო და მამამ და ოლი ისევ წავიდნენ ტყეში უკან დაბრუნდნენ და მივიდნენ მამა იგივე ხესთან და რას ხედავენ მამ აღარ არის ხო საწავიდაო ოლი მიკითხა ეს ყურძენი საწავიდაო და იქვე ტბაში დაინახა მამა დაკებს დაკრეფილი ჰქონდათ მამა ო დაკებს და გედებს დაკრეფილი ჰქონდათ ეს ყურძენი და მე ჰქონდათ ღვინის დასაწურად ქართული დაკები იყვნენ ოლი გაეკიდა მე ამ დაკებს და უთხრა დაკებო სად მიგაქვთ ამდენი ყურძენიო დაკება უთხრეს ღვინოს დავწურავთო და დაკპატიჟებთო მე და დავლიოთო მომავალშიო ოლი თხა კარგიო ჯანდაბასო და დაელოდა დაკებს გავიდა რამოდენიმე თვე მამა და ოლი მივიდა დაკებთან და ო და დაკება გამოუტანეს ძალიან ბევრი ღვინო მამა ადგა ოლი და წაუღო ხო ოლი წაუღო მამას ღვინო და საღამოს კარგ სტეიკთან ერთად მისხეს და დალიეს